It's raining upstairs. პირველად ვნახე მაგხელა ტერიტორიაზე რაღაც თბილისის გარეთ, სადაც არ იყო ეს რაღაცა მარტო თბილისელებისთვის, ან რაღაც კონკრეტული სოციალური ფენისთვის და ყველა ერთად იყო და ერთად ერთობოდა. პირდაპირ უწევს ამასთან შეხება ადამიანს, ვინც იქვეა. ანუ იმისი აზრი ამ მუსიკის და საერთოდ მოძრაობის მიმართ, რომ ეს კარგია თუ ცუდია, იქნება უფრო ჯანსაღი, რომ თვითონ ნახავს და გაერკვევაში მოუნდეს და პირიქით გაყვეს ამას და თვითონაც რაც მუსიკის კეთება, რაც დიჯეინგი დაიწყოს, ან შეიძლება მიხვდეს, რომ მე ამის და ამის გამო ეს არ მომწონს. და ეხლა არის რაღაცა ქალაქ გარეთ, არ იციან რა არის და ნუ ზოგი ამბობს, რომ კაია, ზოგი ამბობს, რომ ცუდია, მაგრამ ძირითადად პრობლემა ისე, რომ არ იციან და თუ ესე გაკეთდა სულ სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა ადგილებში იქნება, ბევრად უფრო ჯანსაღად განვითარდება საერთოდ. მარტო იმ ადგილებში კი არა, მთელ საქართველოში რა ასვავებენ. კლაბინგისთვის რა, ნუ კი არის ერთი მომენტი, რომ მიდიხარ რაღაც კლუბში, სადაც ყველას იცნობ და შენც რაღაცა იმ სოციუმის ნაწილი ხარ, მაგრამ ხანდახან არის რომ გინდა წახვიდე ისე რომ ნუ საერთოდ არ იცნობდე რა ვიღაცას თქვათ, ხო? ესე თუ მოხდება, მე მგონი ძალიან კაი იქნება, ძალიან გათავისუფლდება რა, წარმოიდგინე რაღაცა სხვა ადგილას, როცა მსმენელი იქნება საერთოდ ყველა რეგიონიდან საქართველოში ჩამოსული რა. Crazy, it's wild. It's like walking into another planet. ხალხს რაღაც ჭირდება რა. აი ესეთი რაღაც პატარ-პატარა რაღაცებით, რაც წეღანას თქვი, უფრო დავეხმარებით, ანუ უფრო ზუსტი შეხედულება იქნება და ზუსტი პოზიცია იქნება რა რატო უნდა და რატო არ უნდა. მუსიკა და ფესტივალი მაგ შემთხვევაში არის ერთ-ერთი ნაწილი ამის. Something about the audience, and like everyone seems very receptive to what we do. Seems very like yeah, I mean Georgians kind of lovely people, aren't they? Yeah, like we had a good journey here with everyone. Yeah, we've been treated well. I just want to like play again and play more sort of rave music. ყველაზე უფრო დამამახსოვრდა ტობიასი, იმიტომ რომ მე ძალიან გამიკვირდა საერთოდ ესე რაღაც სამი ცალი რაღაცა device-ი ქონდა და ბევრი ბენდი ვერ უკრავს ეგეთ ფართო ჟღერადობიან მუსიკას. და საერთოდ მუსიკალურადაც ძალიან ძლიერ იყო. მე პირველად მოვისმინე საერთოდ ეგეთი მუსიკა საქართველოში რა, რაც იყო ტობიასის ლაივი. I guess I'm very proud to be here. After the rain, people got so energized, I think, and I felt like really a connection with the people. I'm really happy being here. საერთოდ აი ბოლო დროს ეს ჩამოყვანილი არტისტები საერთოდ მომრავლდა. ეს არის ძალიან მაგარი რა, თვითონ კომუნიკაცია მსმენელშიც, ქართულ მუსიკოსშიც და უცხოელ მუსიკოსშიც. მე შეიძლება Google-ში 24 საათი რაღაცას ვეძებდი, მაგრამ 2 წამით რო რაღაცას შევხედავ, საერთოდ სხვანაირად უყურებ, ხო? ანუ ისე იგივე არის პრობლემა, რომ ჩვენ მაინც ჩაკეტილი ქვეყანა ვართ და აი ესეთი პატარა რაღაცები ცოტათი ხსნის რა.